მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. საღამო მშვიდობის. თქვენთან ერთად მინდა დღეს აი ესეთ ლამაზ დასტაზე მისტიკური მომენტების ტაროს მეშვეობით გავშალოთ. ასეთი თემა, ასეთი საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ. თუ რას უყვება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სხვებს თქვენს შესახებ, ანუ რას ეუბნება ის სხვებს თქვენზე და რას მალავს თუნდაც საკუთარ თავთან, ხო? ამისთვის სტანდარტულად ჩემთან როგორც ხდება ჩაიფიქრეთ სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ენერგობალანსისთვის, რომ უფრო კარგად და კონკრეტულად შეძლო სიტუაციების აღწერა და არ დაისვას კითხვები, რა საჭიროა დაბადების წელი, თვე და რიცხვი და ასტროლოგიურ უკაცხოვარ შემოგთავაზოთო. და თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და სახელი და გვარი რა თქმა უნდა. და დავიწყოთ ხო? გაშლა, ჩაიფიქრეთ, სულ რაღაც 2 წუთი დაგჭირდება, არც კი, წამები უბრალოდ ჩასაფიქრებლად. რაც აღვნიშნებს სახელების და გვარების, დაბადების წლების, თვეების და რიცხვების, კონცენტრირდით თქვენს თავზე, გაიხსენეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, მასთან ბოლოს საუბარი. რა ისაუბრეთ, როგორ ისაუბრეთ, რანაირი საუბარი იყო, ხო? აი უბრალოდ მის ენერგეტიკას, ასე ვთქვათ, თუ შეიგრძნოთ, კარგი იქნება, ხო? უფრო კარგად გამოგვივა საჯარო გაშლა. დავიწყეთ მოკლედ. რას უყვება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სხვებს თქვენს შესახებ და ანუ აგამეხილოთ, რას ეუბნება ის სხვებს თქვენზე და რას მალავს, ხო, ცვიგვაკარტები, თუნდაც საკუთარ თავთან, ხო? მოდით როგორ დავიწყებ იცით ენერგეტიკები, ხო, სულ რაღაც 2 არკანი მჭირდება რომ ამოვიღო აქედან, თქვენი ენერგიები, მისი ენერგიები, ოპა, და დავიწყოთ ახლა ძირითადი არკანები. რას უყვება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სხვებს თქვენს შესახებ, პირველი ასე ვთქვათ კითხვა და რას მალავს თუნდაც საკუთარ თავთან. კი ბატონო. დავიწყოთ გარჩევა. და იცით რა მინდა რომ თქვა, ზოგადად ეს დასტა ასეთ რამეს ვიტყოდი ძალიან მაგიურად მუშაობს, აი მართლა სხვათა შორის ძალიან ისეთი მკაფიო პასუხებს გვაძლევს, როგორც ასეთი ემოციურად ღრმა და სიუჟეტით ასე ვთქვათ ნათელსურად გვიქმნის, ხვდებით, ანუ რა მინდა ვთქვა, ანუ ძალიან კარგია ზოგადად ის იმისთვის, რომ ინტერპრეტაცია ეტაპობრივად მოვახდინოთ იმ ყველაფრის რაც რეალურად ჩვენ გვაინტერესებს ამ გაშლაში, ხო? თემა ზოგადად რაც არის ვიცით და მოდით დავიწყოთ გარჩევა, ხო? ყოველთვის ვიწყებ ფონის არკანით და ეს არის დღევანდელი ენერგიები, თუ რა ხდება თქვენ შორის დღეს, ფონი არის კვერთხების რაინდი და ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ ურთიერთობაში არის თქვენ შორის, ანუ სწრაფად განვითარებული მოვლენები, ვნება, მაგრამ ასევე აღინიშნება არასტაბილურობა ამ არკანის მიხედვით, ხო, თითქოს თქვენ შორის ეს ცეცხლი ფეთქავს რაღაცნაირად, ხო, და მე დროებით ქრება ისევ რა, აი ესეთი მდგომარეობაა, ხო? უცებ ბრახა ფეთქდება და მე ისევ რაღაცნაირად დაიწევს ეს ცეცხლის, ასე ვთქვათ, ვულკანის ამოფრქვევა, ხო, წნარდება, ხო? ემოციური ინტერესი მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მაინც არის თქვენს შორის, ხო? თქვენი ენერგიები დღესდღეობით მოცემული არის სულელის არკანით. სულელის არკანი ჩვენ გვეუბნება თქვენ შესახებ, რომ თქვენ მზად ხართ ახალ, ასე ვთქვათ, ახალი საწყისისთვის. ან ზოგადად მასთან, პიროვნებასთან, თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ურთიერთობა, ხო, თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, ხო? გულწრფელი, მსუბუქი, მაგრამ ცოტა გულუბრყვილო ენერგიები გაქვთ თქვენ დღევანდელობიდან გამომდინარე, ხო? მისი ენერგიები როგორია, ხო? დღესდღეობით სხვათა შორის, აი ეს არის დააგრძელება კი არა და ეს არის შილაკი, რო ვერ აიღებ არკანს მაგიდიდან. მისი ენერგიები ორიენტასებით შემოიფარგლება, ის ხედავს თქვენთან კავშირს
ასე ვთქვათ, დიდი სიყვარულით, ხო? ეს არ არის ერთი მხრიდან ინტერესი, ხო? ანუ რეალურად მის გულში რეალურად არის ასე ვთქვათ, ემოციური აი როგორ ვიტყოდი ამას, იცით? აი ამ არკანიდან გამომდინარე, აი ძალიან უხდება ამ არკანს სიტყვა სარკისებრობა, აი სარკისებრი ეფექტი აქვს მას თქვენს მიმართ თავის გულში, ხო გრძნობები ჯერ კიდევ არსებობს, ანუ ირეკლავს მისი გული, ასე ვთქვათ, თქვენს გრძნობებს, ხო თქვენთან, აი ესეთ ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში დღეს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ხო? რას ეუბნება ის თქვენზე სხვებს? მოცემული არკანები, რაც მაქვს, რეალურად ეს არის მაგის არკანი, ამ დასტაში არის ასეთი არკანი, ქალი, მეფე პენტაკლების, კვერთხების მეფე და ვარსკვლავის არკანი, ხო? ახლა რას გვეუბნება ეს, ასე ვთქვათ, ოთხეული, ხო, ერთად. აი რას უყვება ის სხვებს? თქვენ ხართ ქალი, პიროვნება, ვინც ძალიან განსხვავდება სხვებისგან, ხო? თქვენ არ ხართ უბრალო, ასე ვთქვათ, თქვენში არის ძალა, კონტროლი გაგაჩნიათ, ხვდებით, ანუ თქვენი საკუთარ თავზე კონტროლი შეგიძლიათ, საკუთარი გზა გაქვთ, ხო? არ იცის როგორ მოგიდგეთ ეს პიროვნება, ხო? მაგრამ რა ვქნათ, მიზიდულობა თქვენდამი არის და ამას ვერსად ვერ გაექცევა, ხო? თითქოს მას ყველაფერი შეუძლია, ხო, თქვენთვის და თქვენ გამო. ხანდახან ასე ვთქვათ, ფიქრობს კიდევაც, რომ აფრთხობთ ხომ, იმდენად ძლიერი ხართ მის თვალში, რომ ეშინიამ თქვენი სიძლიერის, მაგრამ საოცრად იზიდავთ მას, მოსწონხართ და ეს ყველაფერი არანაირად არ არის ზედაპირული და ასე ვთქვათ, წამიერი და არ დამთავრდება მალე, ხვდებით? რაღაც იდეალურ ქალად ხედავთ, ანუ იდეალიზირებული ყავხართ მას თავის გონებაში, ხო? რეალურად მაგი და ქალი რას ნიშნავს, ხო? ხედავთ როგორც ძლიერ პიროვნებას, ვინც ყველაფერს აკონტროლებს. ის გრძნობს სხვათა შორის თქვენს გავლენას ძალიან მაგრად. მეფე პენტაკლების და კვერთხების ეს ორი ერთად, ხო, რომ გავაგზავნოთ პენტაკლების მეფე ქალის გარეშე რო ავღოთ, იმიტომ რომ ეს არკანი, ნახეთ, ეს არკანი გარდა იმისა, რომ არის ქალი, ასევე არის მეფე პენტაკლების და ასე დავყავი მაგი და ქალი წავიკითხე და ასევე პენტაკლების მეფე და შემდეგი არკანი რაც არის, ეს არის კვერთხების მეფე, ხო? რას გვეუბნება, სერიოზულად საუბრობს თქვენთან დაკავშირებით იმაზე, რომ ხართ, ასე ვთქვათ, მატერიალურად, სოციალურად ძლიერი, ან აი მყარად მდგომი პიროვნება, ხვდებით, აი ამას იძახის აშკარად სხვებთან. იმას იძახის, რომ რაღაცნაირად გრძნობებში სხვათა შორის მისთვის ძალიან ძლიერი პიროვნება ბრძანდებით და თქვენთან თამაში საერთოდ არ შეიძლება და ჯობს არ გეთამაშოთ არანაირად, ხო? და შეუძლებელია თქვენთან თამაში, იმიტომ რომ მასში არა თამაშის ენერგიებს იწვევთ, არამედ თქვენ ხართ მის თვალში უძლიერესი ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, სჭირდება სპეციალურად შესაფერისი მიდგომა და თამაში თქვენთან გამორიცხულია, ხო? ვარსკვლავის არკანი რას გვეუბნება, ხო? ვარსკვლავის არკანი რაც ბოლოში აგერდებს, ხო? ანუ იდეალიზაციას ახდენს თქვენთან მიმართებაში სხვებთან, ასე ვთქვათ, გადარებთ კიდევაც და თქვენს იდეალურობაზეც, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ლაპარაკობს შედარების მხრივ, იმიტომ რომ თქვენნაირი აქამდე არავინ უნახავს, არავინ გაუცნია და ამბობს, რომ ეს კავშირი არის რაღაც, რაც დროთა განმავლობაში უნდა განვითარდეს, ხო? რეალურად. შეიძლება ცდილობდეს სხვებისთვის, ასე ვთქვათ, სხვების წინაშე, უბრალოდ თავი შეიკავოს ემოციებისგან და უბრალოდ თქვა სიძლიერი ადამიანი, ესე, უბრალოდ არა ისე, როგორც მე ავხწერე, არამედ ეს შეუძლებლად ემოციურად ძალიან ზე ემოციებში არ ჩავარდეს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, ვინც თავის გზაზე დგას და იცის რა უნდა ცხოვრებაში. ძალიან იზიდავთ მას, მაგრამ ასევე თქვენ, როგორც ასეთი ძლიერი ხართ, მაგრამ ძლიერი ხალხი როგორი ხალხია, რთული ხალხია, ხო? მაგრამ ხართ ასევე რთული მისთვის, ხო? რას მალავს თუნდაც საკუთარი თავისგან, ხო? ეს შემდეგი კომბინაცია არის პენტაკლების რაინდი, ქალი მეფე კვერთხების, ნახეთ როგორ დაემთხვა, აი ამას პირდაპირ უდევს, აი ამ ქალი მეფე პენტაკლებს უდევს ქალი მეფე კვერთხები.
კარგად მოყვება რა გაშლას კვერთხების ტუზი და 7-იანი ხმალი. ახლა რას ვამბობთ ამ არკანების მიხედვით, რას მალავს, ხო? ის ვერ აჩერებს სურვილს, რომელიც ასე ვთქვათ, ვითარდება და იზრდება თქვენთან მიმართებაში, მაგრამ არ იცის როგორ დაიცვას საკუთარი პოზიცია თქვენთან მიმართებაში, ხო? თითქოს უნდა თქვენკენ ასე ვთქვათ მოძრაობა, მაგრამ თავს იკავებს რაღაც ისე არ არის, ანუ რაღაც ესე თავის თავს ესეთ რაღაცებს ესაუბრება, ხო? გამოუწყდება ხოლმე. შეიძლება თავი აგარიდოთ, მოიტყუოს ასე ვთქვათ საკუთარი თავი, რომ არ უნდა, მაგრამ რეალურად ამ პიროვნებას თქვენთან უნდა ყოფნა და თქვენთან უნდა მოკლეთ, ხო? პენტაკლების რაინდი, მოდი ახლა ცოტა სიღრმისეულად ავხსნი ამ არკანებს. პენტაკლების რაინდი რეალურად ეს პიროვნება განიცდის, ასე ვთქვათ, სტაბილურობის არარსებობას, იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ვერანაირად ვერ მოხერხდება, რომ აი ესეთი, ასე ვთქვათ, გაგრძელება continue კონდეს ამ თქვენს, ვთქვათ, ურთიერთობას, ხო? ქალი მეფე კვერთხების, ხო? შინაგანი ვნება ძალიან ძლიერი აქვს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ამავე დროს გრძნობს და არ აღიარებს ამ ვნებას ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენზე კონტროლი ამ პიროვნებას საერთოდ არ აქვს, ხო? კვერთხების ტუზი რას მეუბნება, რომ ძლიერი სექსუალური უკაცრავად ამ სტუისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა, ვნება აქვს თქვენთან ძლიერი, ანუ სურვილი აქვს თქვენი ძალიან ძლიერი და ინიციატივის იმპულსი აქვს თქვენკენ აი აღებული, როგორ იცი, აი საკმაოდ ასე ვთქვათ, მძლავრი ენერგიით რო იტყვიან, ხო? აი ძალიან ისე უნდა თქვენთან ყოფნა მოკლედ რა. მე მიხვდებით ახლა აღარ ავხსნი ესე ემოციები წამოვიდა. და 7-იანი ხმლები, რას გვეუბნება, აი ზუსტად ეს არის ტყუის პირველ რიგში საკუთარ თავთან, ხო 7-იანი ხმალი ზოგადად კლასიკურ აიდაშიც რა არის, ხო? რაღაც ტყუილების არკანია თუნდაც ის, მაგრამ აქ რეალურად თავის მოტყუება, ხო, პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებს და ამბობ, ანუ ამ პიროვნებას აი ესე ვთქვათ, საკუთარ თავს ტყუილებში ამყოფებს, ხო? ამ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ თქვენზე აღარ არის ფოკუსირებული, ოღონდ აი ჭყალებში აღარ არის ფოკუსირებული თქვენზე, მაგრამ ენერგეტიკულად ჯერ კიდევ მყარად ხართ მის გონებაში და რაღაცნაირად მის სხეულში გამჯდარია, რო იტყვიან ესე, ხო? იმიტომ რომ აი გრძნობთ ეს პრობლემა ბოლო დონეზე და რაც არ უნდა იტყუოს და საკუთარ თავს ატყუოს, მოდი ესე ვთქვათ, საკუთარ თავს მაინც ვერსად გაიქცევით და ვერ მოატყუებთ, ხო? რეალურად ახლა მოდი ასეთ რამეს ვიტყვი, ხო? ის გიხსნით და გეუნებათ, როგორც აი როგორ თქვა, უფრო სწორად მინდა თქვა, ეს პიროვნება თქვენზე ამბობს, რომ თქვენ ხართ ძლიერი, დამოუკიდებელი, საოცარი პიროვნება არსება, ვისთანაც მას რეალური კავშირი ჰქონდა, ანჯერ კიდევ აქვს თუნდაც მენტალურ დონეზე, რო ავყოთ, იმიტომ რომ ორიენტასები ეს პიროვნება თქვენზე არის შეყვარებული, ხო? მაგრამ ჩუმად საკუთარ თავშიც კი არ აღიარებს, რომ კვლავ უნდა თქვენთან ვნებით, ასე ვთქვათ, თქვენსკენ ისწრაფის, იწვის, ფიქრები თქვენთან არის და რაღაცნაირად დარდიანია, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, შეფუთულად ჩანდეს გარეგნულად, რომ კარგად არის, მაგრამ ძალიან დარდიანია, შინაგანად დამჯერეთ, ხო? სიტყვებში თქვენზე იმაზე მეც ამბობს, ვიდრე ვთქვათ, შეიძლება წარმოიდგინო, რომ იტყოდა. აი ზოგჯერ ის რამის ტყვის ხოლმე თქვენზე, ხო? რომ აი თვითონ რო გაკურებული ჩაბა საკუთარ თავსგან, რომ მე ვთქვი მასე, ან ხმამაღლა ვთქვი, ვაღიარე, ხო? ფიქრებში ჯერ კიდევ ის თქვენთან რჩება რეალურად და როგორც ასე ვთქვათ, დაუმთავრებელ ისტორიას ისე განგიხილავთ, ხო? აი რეალურად პიროვნება ვერ გინერებთ, არ ვიცი, თქვენ შორის შეიძლება ესეთი ურთიერთობა ფონიდან გამომდინარე, თავიდან ვთქვი, ხო, ფონი რა არის, კვერთხების რაინდიდან გამომდინარე, რა გითხარით მე თქვენ? უბრალოდ არის თქვენ შორის სისწრაფე ვნება, მაგრამ არასტაბილურობაც აღინიშნება კვერთხების რაინდიდან გამომდინარე. თითქოს აი ნახეთ, უცებ ცეცხლი ამოვიფრქვევა, მე ისევ დროებით ქრება და დღეს აი ამ მომენტში რეალურად ასაც მე აქ ვუყურებ სულელის არკანი თქვენი ენერგიებიდან და ორიენტასებიდან გამომდინარე და პლუს ამას ნუ ვარსკვლავის არკანს თუ განვიხილავთ, 7-იან ხმლებს თუ განვიხილავთ და ასე შემდეგ, ხო? ცოტა არ იყოს და შეიძლება დისტანცია იყოს მენტალურ დონეზეც კი, ხო? იმიტომ რომ აი ეს ცეცხლი რო ჩაქრა დღეს ის მომენტია თითქოს აი რო გადიხარ ურთიერთობიდან ცოტა ხანი, ხო? აი ეს მომენტია დღესდღეობით თქვენ შორის.
აი ტუზი ხმლების ამას გვეუბნება რეალურად, რომ ცოტა არ იყოს სიცივეში იმყოფებით დღესდღეობით, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ინტერესი თქვენს მიმართ ცოცხალია, აი ინტერესებს თქვენზე საუბრობს, უნდა არ უნდა, უცებ აი რო დაუკვირდეს ადამიანი სულ თქვენზე რო საუბრობს, აი ზოგ შეიძლება ეკითხოს კიდევაც მისთვის, რომ გათენდება მასზე საუბრობ, დაღამდება მასზე საუბრობ, რა ხდება, ანუ ხო? თვითონაც რომ აი ვერ მოდის აზრზე ისე იწყებს თქვენზე საუბარს, აი თითქოს ხვისი აზრის გაგება უნდა თქვენთან მიმართებაში, ჯერ თავისი დაიწყოს დახასიათებას, მერე მოუნდება რომ ასე ვთქვათ მოისმენს ხვისი აზრი რა და აი ესე იმდენად შეყვება ხოლმე საუბარში, ისეთ რაღაცას წამოაყრანტალებს უცებ თქვენთან მიმართებაში, რომ თვითონ ვფიქრდება რომ აი მე ეს მივაღიარე. და გაკვირვებული რჩება რეალურად ამ ყველაფრისგან. მოკლედ, ეს არის ჩვენი საჯარო გაშლა დღესდღეობით თემასთან, რომელიც ასეთი ანუ რას უყვება ჩაფიქრებული პიროვნება თქვენ შესახებ სხვებს და აქედან ასე ვთქვათ ორი თემა გაიშალა. პირველი იყო თუ რას ეუბნება ის სხვას თქვენზე, სხვებს თქვენზე უბრალოდ და რას მალავს თუნდაც საკუთარ თავთან მოყვა ამ თემასაც და მგონი მშვენიერი საჯარო გაშლა გამოგვივიდა. სულ ეს არის დღეს რაც მინდოდა ჩამეწერა თქვენთვის, იმედია რომ რაღაცნაირად მოგაწოდეთ კარგი ინფორმაცია. ეს იმათთვის, ვინც ასე თქვა დისტანციაზე იმყოფები და ცოტა იყოს დაპაუზებულ მდგომარეობაშია თქვენი ურთიერთობა, იცოდეთ რომ ყველაფერი ანუ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და არაფერი არ დამთავრებულა ამ მომენტში. დღესდღეობით ესეთი მდგომარეობაა და მოკლედ გისურვებთ სიმშვიდეს, გულის სიმშვიდეს, შვიდობას, სოლიდარობას, მშვიდობიან ღამეს, ლამაზ სიზმრებს, ნეტარ სიზმრებს, რაც გინდათ რომ გენახოთ სიზმარში, დაგსიზმრებოდეთ თქვენი ტურფა. კარგად იყავით.